საღამო მშვიდობის ნოდარს რამდენიმე წუთის წინ ელენე ხოშტარია ძალის გამოყენებით ჩამოაგდეს ადგილიდან, სადაც ის შედი გვაჩვენოთ კადრი, კახაბ კალაძის ბანერთან იდგა. პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე თანამშრომელმა ძალის გამოყენებით ჩამოაგდო ის ამ ტერიტორიიდან და გამოიყვანა გზის სავალ ნაწილზე. ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება ელენე ხოშტარია და მასთან განვაგრძობთ საუბარს. ქალბატონო ელენე, თქვენ ახვედით ბანერთან მიხვედით და ამ დროს ათობით პოლიციის თანამშრომელი მოგვარდათ და ძალის გამოყენებით ჩამოგაწიათ. რა გაგიმარტეს, რატომ არ შეიძლება კალაძის ბანერთან მიახლოვება? არაფერი ვერ ძალა გამოიყენეს, ეს სასაცილოა. მე გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება ამ კრიმინალის ბანდიტის მიმართ. მას რო გონია რომ აქ მელიქიშვილზე გამოფენს აი ამ ფოტოს, ის მიიღებს შეურაცხყოფას. სამწუხაროდ ხელში არ ამაქვს მარკერი რომ დავაწერო რომ არის რუსი, მაგრამ ხვალმოვალ დავაწერო, პრობლემა არ არის. მან უნდა იცოდეს რომ მის მიმართ მოქალაქის პოლიტიკოსის დამოკიდებულება არის უპატივცემულობა. შესაბამისად მე სამწუხაროდ ვერაფერი დავაზიანებ თვითონ ბანერზე მინდოდა, მაგრამ არ მქონდა მარკერი, მაგრამ უნდა იცოდეს რომ აქ აი ეს დამოკიდებულება იქნება მის მიმართ. პოლიციამ ვერც ვერაფერი ვერ ქნა. როცა ბევრი ხალხია ვერაფერს ვერ შვებია. ახლა ნამდვილად ძალიან ბევრი ხალხია. ქალბატონო, დღევანდელი აქციის მიზანზე რომ ვისაუბროთ და კადრში ვთხოვ ოპერატორს აჩვენოს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ახლა კახი კალაძის შტაბთან იმყოფებიან. ათასობით ადამიანმა დღეს აქ შეძახილებით და სიმღერით ჩაიარა. როგორც ჩანს, მართლაც როგორც კი ადამიანების დიდ რაოდენობას ხედავენ ქუჩაში, მაშინ პოლიციის თანამშრომლები ძალადობაზე ვეღარ გადადიან და ვერ ჩვენ ტიტუშკები ვერ ვნახეთ. აქციის მთავარი სათქმელი, ეს არის ევროპული მომავლისთვის დაცვის. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი სათქმელი. პირველი ეს არის ადამიანები ქუჩაში, პროტესტი ქუჩაში, რაც დაამარცხებს ამ რეჟიმს, რაც გამოიყვანს პოლიტპატიმრებს, რაც გამოიყვანს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ყველა სინდისის პატიმარს, ბევრი ადამიანი ქუჩაში და დღევანდელი დღე არის ამის განაცხადი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რომ გავჩერდეთ. მეორე და კონკრეტული ეს არის რომ ჩვენ ვიბრძვით უვიზო რეჟიმისთვის, იმიტომ რომ როგორც უბრალოდ მგზავრობის შესაძლებლობისთვის კი არა, საქართველოს იდენტობის ნაწილია რომ იყოს აი ამ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი და ამას ხელს უშლის რუსული ოცნება. რუსულ ოცნებას ვებრძვით. შესაბამისად, აი ეს პატარა წარმონაქმნი, რომელიც ამას ხელს უშლის, უბრალოდ გზად მიიღებს იმ შეურაცხყოფას, რასაც იმსახურებს. ეს რეჟიმი უნდა დაემხოს, ეს რეჟიმი უნდა წავიდეს და ამ რეჟიმს დაამხობს სწორედ ბევრი ხალხი. პასუხისმგებელი თუ კი უვიზო რეჟიმი შეწყდება და ევროკავშირთან საბოლოოდ დასრულდება ჩვენი კავშირები, იქნება თუ არა ქართული ოცნება და ბიძინა? უკვე არის რუსული ოცნება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველო არის პრაქტიკულად იზოლაციაში, ევროპულ სოფლიო იზოლაციაში, მაგრამ მაშინ, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობის შეთანხმებას დებენ და შესაძლებლობა არის უამრავი ეკონომიკური განვითარების აი ამ რეგიონში. მაშინ, როდესაც უკრაინას და მოლდოვას ახსენებენ როგორც ევროპის პოტენციურ წევრებს, საქართველოს ახსენებენ როგორც რაღაცა უბედურებას, უზრდელი, უღირსი ხელისუფლების წარმომადგენლებით. ამიტომ ჩვენი ვალი არის, ესენი რომ უღირსები არიან, ყველა მიცის. ჩვენი ვალია, რომ ესენი მოვაცილოთ და მართლა ღირსეული ხალხი მოვიდეთ. მადლობა, უსმენთ ელენე ხოშტარიას შეწიგ გამომყევი. ვაჩვენოთ კადრში, როგორ იცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, როგორ იცავენ შტაბს, სადაც კახი კალაძის საარჩევნო შტაბს, აქ განთავსებული ყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები. კადრში ვაჩვენოთ ხალხის რაოდენობა. ახლა დიდი პროტესტი გადაუვლის კიდევ ერთხელ დედაქალაქს. ათობით და ასობით ადამიანი არის შეკრებილი ქუჩაში. დღეს ადამიანები აქ გამოვიდნენ ევროპული მომავლის დასაცავად, იმიტომ რომ ევროკავშირის ვადა, რომელიც მიცემული ჰქონდა ქართული ოცნებისთვის, უკვე ამოწურულია და უფრო და უფრო უახლოვდება ქართულ ქვეყანა იმას, რომ შესაძლებელია დაუკარგოთ წლების განმავლობაში ძალის ხმევით მოპოვებული უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ახლა მე ვეცდები, რომ წინა ხაზზე გადავინაცვლო, სადაც დედები არიან დიდი ბანერით, ასევე ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებიც შეკრებილები არიან და მოვიდნენ იმის სათქმელად ქართული ოცნებისთვის, რომ არავინ აპირებს დანებებას, არავინ აპირებს გაჩერებას მიუხედავად იმ ძალადობისა, რომელსაც იჩენს ქართული ოცნება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. დღეს კახი კალაძის შტაბში თუ ვინმე იმყოფებოდა, აუცილებლად მოუწევდა შეძახილების მოსმენა რუსებო. ევროპული მომავალი დასაცავია, ამბობენ აქციის მონაწილეები, ისინი ამბობენ, რომ
არც ერთი დღე ბრძოლის გარეშე არ დამთავრდება. კი რამდენიმე ბანერია დღეს აქციაზე გამოტანილი საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ბანერია ეს ადამიანებიც ქუჩაში დღეს ევროპული მომავლის დასაცავად გამოვიდნენ. მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ რომ გვითხრათ დღევანდელი აქციის მთავარი მიზანი რა არის. რა გაქვთ სათქმელი ქართული ოცნებისთვის და რა გაქვთ სათქმელი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. იგივეა რაც ერთი წელიწადი უკვე უნდა წავიდნენ. აქ არავის არ ჭირდებათ ისინი. უნდა წავიდნენ. ეს არის მთავარი მესიჯი. რო წავლენ, მე ჩვენ ავაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას. რა საჩვენებს დღევანდელი აქცია და რა საჩვენებს ქართული ოცნების რეაქციები მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე? ეს მონაპოვარი, რასაც ქვია ვიზა ლიბერალიზაცია და ქვეყნის ევროპული სტატუსი მოიპოვეს საჯარო მოსამსახურეებმა არაერთი მრავალწლიანი შრომის შედეგად. ამ ჩვენ შრომას არ დავთმობთ, მოქმედი და ყოფილი საჯარო მოსამსახურეები ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ შედეგის დასაცავად და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ისევ ევროპულ დემოკრატიულ და სამართლიან პერსპექტივას. დრო იწლება, რომელიც ქართულ ოცნებას მისცეს. იმ შემთხვევაში თუ კი გადაწყვეტილება იქნება უვიზო მიმოსვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვიზზე მიდის პასუხისმგებლობა? რა თქმა უნდა, პირდაპირ ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, თუმცა მე მჯერა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ მიატოვებენ საქართველოს მოქალაქეებს ამ ბრძოლაში და გამონახავენ უფრო ქმედით ღონისძიებებს, რომ პირდაპირ იმ ადამიანებზე მიემართოს სანქციები, ვინც არის ამ ყველაფრის შემოქმედი და ვინც არის დამნაშავე იმის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. მადლობა, უსმენდით საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებს, რომლებიც დიდი ბანერით ხელში გამოვიდნენ დღეს ქუჩაში. მცვლელობა ზუსტად 8 საათისთვის დაიწყო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ახლა აქციის მონაწილეები არიან შეჩერებულები, ჩვენ წინ გადავიწევთ, სადაც კიდევ ერთი უზარმაზარი ბანერია გაშლილი მთავარი მოთხოვნით არ დავკარგოს ქვეყანამ, არ უნდა დაკარგოს ქვეყანამ დასავლური მომავალი და აქციის მონაწილეები გვეუბნებიან, რომ პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, რუსულ გზაზე დადგომაზე ქვეყნის არის ქართული ოცნება და პირადად ბიძინა ივანიშვილი. აუცილებელია რომ სანქციები დაუწესდეს არა ქართულ ოცნებას, არამედ კონკრეტულ პირებს. ჩაწიფ გამოვყავეთ.